გამარჯობა, ეთერში ალტერნატიული ხედვა, მე მისი წამყვანი თათია გაბრიჭიძევა. სანამ საუბარს დავიწყებთ, იქამდე შეგახსენებთ, რომ თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური ქსელების კუთხით, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი როგორც Facebook, ასევე YouTube არხები, მოგძებნეთ კონსერვატორებით, ასევე გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხი, რომელიც იძებნება Altinfo News-ით. ასევე გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ამ არხის მთავარი სპონსორი და დამფინანსებელი, თქვენ ეკრანზე ხედავთ ანგარიშის ნომერს, სადაც სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის გადმორიცხვა. ასევე ეკრანზე მითითებული არის მობილურის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ გზავნილის კოდის გამოგზავნა. დღეს ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით დისკუსიის ფორმატს, პოლიტიკური დისკუსიის ფორმატს, რომელიც აქამდეც გქონდა. დღევანდელ გადაცემაში მთავარი სასაუბრო თემა იქნება კურიერების დასაქმების აკრძალვა და საიმიგრაციო პოლიტიკა. ამ თემასთან დაკავშირებით, ამ თემებთან დაკავშირებით, უпростоრედ ჩვენ ვისაუბრებთ გირჩის პოლიტიკოს და ასევე თბილისის საკრებულოს წევრ გიორგი გვენიტაძესთან ერთად და ასევე პარტია კონსერვატორების საქართველოსათვის წევრ კახი ხუციშვილთან. მოგესალმებით და მადლობას გიხდით უპირველესად მოვლენისთვის. მადლობა თქვენ. საზოგადოებისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს უფრო მეტად თუ რა თემაზე და რატომ ავარჩიეთ ეს კონკრეტული თემა იმისათვის რომ ვისაუბროთ და შევაფასოთ არსებული საკითხი უპირველესად მოდი პოზიციები რომ დავაფიქსიროთ პოლიტიკური ამ შემთხვევაში და პარტიული ორივე თქვენგანმა თუ რა შეხედულების მატარებელი არის თქვენი პოლიტიკური ჯგუფი უშუალოდ მიგრაციის საფრთხესთან დაკავშირებით თქვენთვის როგორც გირჩის პოლიტიკოსისთვის და ასევე უშუალოდ პარტია გირჩისთვის რამდენად რეალურია მიგრაციის საფრთხე. კარგით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენთან ყოველთვის შეიძლება მოსვლა ლაპარაკი. საერთოდ ჩვენ ლაპარაკის მომხრე ხალხი ვართ და მაშინ როდესაც ქვეყანაში თითქმის დახურულია ყველანაირი სივრცეები სადისკუსიოდ, სასიხარულო რომ არსებობს ადგილები ჩვენთან, თქვენთან, სადაც შეიძლება მოსვლა და საუბარი მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ხო, სანამ ეს კონკრეტულად კურიერებზე და ტაქსის მცველების პროფესიების აკრძალვაზე გადავალთ, მე მინდა ვთქვა, რომ თუ მე როგორ უყურებ საერთოდ ქართველი ადამიანების პოზიციას ამ ქვეყანაში და ქართველი ადამიანების დასაქმებას ამ ქვეყანაში. რაღაცნაირად ისტორიულად ისე არის ჩემი გადმოსახედიდან, რომ ამ ქვეყანაში ქართველები რაღაც საქმიანობას არ აკეთებდნენ. აი რაღაც პროფესიებით არ იყვნენ დაკავებული. მე არ ვაყენებ შევაწყობას არანაირ კონკრეტულ რაღაც პროფესიებს, მაგრამ ადამიანებს, მაგრამ აი ესე იყო, რომ ყველა ქვეყანაში მოიძებნება რაღაც პროფესიები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უბრალოდ არ არის დასაქმებული. და მე პირადად სულ მიმაჩნდა, რომ და ესე ვხედავ, რომ ქართველები რაღაცნაირად აი ამ ქვეყანაში, ამ ტერიტორიაზე რაღაც დახმატებული ადამიანები ვიყავით სულ და რაღაც საქმეს არ ვაკეთებდით. და სულ არ ვარ იმის მომხრე, რომ რაღაცნაირად ძალით ჩვენ ადამიანებს რაღაცნაირად დავაძალოთ ან ბოდიში ამ ტერმინისთვის შევტენოთ რაღაც პრიმიტიული საქმიანობა, რომელიც არ არის ჩვენ ბუნებაში და არ არის რაღაცნაირად მომავლის, ესე ვთქვათ, პროფესია. გარდა ამისა, აი თუ აი კონკრეტულად აი პროფესიების აკრძალვებს რო შევხედოთ, თუ გაიხსენებთ თქვენ კახი ალბათ ჩემზე ახალგაზრდა ბრძანდებით, მაგრამ გეცოდინებათ და მე ნათლად მახსოვს, რომ მაგალითად 90-იან წლებში, როდესაც ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები, თითქმის შიმშილს გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა უცხოეთში წასული დასაქმებულმა ადამიანებმა, უმეტესად ქალბატონებმა, ვისაც ჰქონდათ საშუალება ეშრომათ ევროპულ ქვეყნებში, მომლელებად იქნება თუ ძიძებად იქნება თუ რაიმე სხვა საქმეებზე და ძალიან დიდი ბოროტება იქნებოდა, რომ მაშინ იმ ქვეყნებს აიგრძალათ ამ ადამიანებისთვის დასაქმება. ეს რაც შეეხება მორალურ საკითხს და თან მე რაც არ მომწონს კიდე, არ მომწონს აი რომ თითქოს ისე არის წარმოჩენილი, რომ ჩვენი მთავრობა ვიღაცას იცავს, აი ძირითადად დაცვა და ზრუნვა ჭირდება უმწეო ადამიანებს რა და მე ქართველი ხალხი არ მიმაჩნია იმ დონის უმწეოთ, რომ ვიღაც მთავრობის დაცვა ჭირდებოდეს ირანელი იქნება ეს თუ პაკისტანელი ვიღაც მიგრანტისგან, ხო? მე ვფიქრობ, რომ ქართველი ადამიანი ძლიერიც არის შესაძლებლობების ბევრი აქვს ამ ქვეყანაში გაცილებით კონკურენტულები უპირატესობა ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანებთან რომ მათ კიდე რაღაც დაცვა ჭირდებოდეს. ეს რაც შეეხება ზოგადად. ხო და თუ ლაპარაკი უშუალოდ მიგრაციის საფრთხეს. რა თქმა უნდა, თუ ესე იგი გადავალ ჩვენ დღევანდელ თემაზე რაც შეეხება აი
მიგრანტებისთვის ამ კონკრეტულ პროფესიაში მუშაობის აკრძალვას. ზოგადად საფრთხე თუ არის თქვენი აზრით? არა, თქვენ რისი გეშინიათ კონკრეტულად? მე მაგალითად ვერ ხედავ საფრთხეს, ხო? თუ ხა რაღაცნაირად მოიცეთ ისე იყო შეთანხმებული, რომ თემა უნდა ყოფილიყო კურიერების და ტაქსისების აკრძალვა. შეგვიძლიათ ამაზე ვისაუბროთ, შეგვიძლია რა ვიცი ზოგადად. თემა იყო ასეთი ბატონო გიორგი, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა და კურიერებისა და ტაქსის მსხვერპლების საკითხი. კი ბატონო, კურიერების და ტაქსის მსხვერპლების საკითხზე გადავალთ და ეს არის ძირითადი სასაუბრო თემა ნამდვილად, მაგრამ უშუალოდ პოზიცია რომ იყოს გასაგები მაყურებლისთვის ვთქვათ, რატომ როგორ ხედავთ თქვენ ამ პრობლემას, ან ხედავთ თუ არა საერთოდ პრობლემას ეს რომ დავაფიქსიროთ და შემდეგ კი ბატონო, მოგახსენებთ როგორ უყურებთ მე საერთოდ მიგრაციას და რა პრობლემას ვხედავ ჩვენ ქვეყანაში. ესე რაც შეეხება აი მიგრაციულ პოლიტიკას ჩვენი გადმოსახედიდან თუ ადამიანი ჩვენთან მოდის სტუმრად, თუ მას აქ ვინმე ელოდება. თქვენ ელოდებით, მე ველოდები, იმ სხვა ელოდება, მაშინ მთავრობის საქმე არ არის დამსაქმებელი თუ ელოდება? მოდი, ჩამომაყალიბებინეთ ჩემი ისე იგი. მე ველოდები, სხვა ელოდება, დამსაქმებელი ელოდება, თუ ამ ადამიანს აქ ვინმე ელოდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, მაშინ მთავრობის საქმე არ არის სტუმარი როგორ ჩამოვა ჩემთან. და რა ვიცი, სტუმარმა მასპინძლობა რომ ქართველებს ვინმე მასწავლოს, რა ვიცი, მე ეჭვმეპარება რომ სოფლიოში მოიძებნოდეს ადამიანი, ვინც უკეთესად გვასწავლის ჩვენ სტუმარ მასპინძლობას. თუ ადამიანი მოდის აქ როგორც ტურისტი, რა ვიცი, ჯავშნის სასტუმროს, რა ვიცი, ქირავს მანქანას, მოგზაურობს, ფულს ხარჯავს, რაღაცას სწავლობს ჩვენგან, ათვალიერებს, ოკეი, ეგეც მთავრობის საქმე არ არის, ეს ადამიანი აქ როგორ მოიქცე. თუ ადამიანი რაღაც ცუდი აზრებით ჩამოდის აქ, ჩვენ კანონებს არ ღვევს. რაღაცას თულს აკეთებს, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებისთვის სახელმწიფო უნდა დაკეტოს საზღვარი, ან თუ ესე იგი აღმოაჩენს ასეთ რაღაცას, მოკიდოს ხელი და გააზეოს თავის ქვეყანაში, ან შესაბამისად დანაშაულისა დასაჯოს. აი ზოგადად ეს არის ჩემი ხედვა მიგრაციული პოლიტიკის. ხო და რა ვიცი, რაც არ მომწონს, აი მართლა რა შეიძლება მე პრობლემას ვხედავ, რაც აი სუდია ჩვენ ქვეყანაში და რაც მე შემიძლია ჩემი პირადი ნათესავების მაგალითით შემიძლია ახსნა და მოვიყვეთ ეს არის ის რომ ეთნიკურად ქართველებს საქართველოში დაბადებულ ხალხს ხშირ შემთხვევაში ადამიანებსაც ქართველი მშობლები ყავთ, მეუღლეები ყავთ ქართველები, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო 90-იან წლებში იყო უფრო ადრე, უფრო გვიან უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ. დღეს მათთვის მოქალაქეობის მინიჭება არის რა ჯოჯოხეთის გავლა. ძალიან გართულებულია და ერთის მხრივ ესე იგი სახელმწიფო იძახის რომ რაღაც პრობლემა გვაქვს ესეთი ეთნოგრაფიული და მეორე ის არის რომ დემოგრაფიული ბოდიში და მეორეს მხრივ ქართველებს, უბრალოდ ქართველ ადამიანებს არ აძლევს მოქალაქეობის უფლებას. ამის მაგალითად ჩემი ძმა, რომელიც დაბადებული გაზრდილი საქართველოში, სკოლა დამთავრებული საქართველოში, უბრალოდ 92 წელს თუ არ ვცდები, წავიდა სასწავლებლად რუსეთში. მე იქ წარმატებული ადამიანად შედგა და როდესაც უკვე დააპირა თავის შვილების საქართველოში ჩამოყვანა და მოქალაქეობის მიღება, ბიუროკრატიამ ისეთ ჩახლართა და ისე აწვალა, რომ ცხონებულს არც კი მოესწრო საქართველოს მოქალაქეობა, ისა გარდაიცვალა. მრავალი გვამრავალი ესეთი მაგალითია. აი დღევანდელ კონტექსტში რო ავიღოთ, მაგალითად, აგერ მეზობელ სახელმწიფოში ომი მიმდინარეობს, რომლის შუაგულში ცხოვრობენ ჩვენი ნათესავები, ჩვენი ქართველები, რომლებმაც ასეულობით წლების განმავლობაში გამოიტანეს ქართველობა. ქართველობენ დღესაც. და სადმე გაგიგიათ, რომ ჩვენ მას დახმარება შევთავაზეთ, ან მოქალაქეობა შევთავაზეთ, ან რაღაცა შევთავაზეთ ჩვენ ნათესავებს. აი ეს არ მომწონს მე. ესმით, აი ესა გვაქვს დამოსასწორებელი, რომ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ისრაელი, როგორც იქცევა გერმანია, რა ვიცი, მრავალი სხვა ქვეყანა, რომ თუ ადამიანი არის ქართველი, ჩვენ მას უნდა მივანიჭოთ მოქალაქეობა. უფრო უარესიც რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ესეც მაგალითებად ვიცი ჩემი მეგობრებისგან, რომ თუ საქართველოს მოქალაქემ რაღაც მიზეზების გამო, თავისი პირადი, რა ვიცი, ცხოვრების, ოჯახის მიზეზების გამო თუ ასე შემდეგ, სხვა ქვეყნის პასპორტი აიღო. რატომღაც, რა ვიცი, ბიზნესის საკეთებლად, ან რაღაცა სხვა საქმისთვის ორ ქვეყანაზე მეტი პასპორტი თუ აიღო, მას ავტომატურად ართმევენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს საერთოდ ნონსენსია. რომ ჩვენს მოქალაქეებს ვართმევთ მოქალაქეობის იმის გამო, რომ სადღაც რაღაც საბუთე აიღო. აი პრობლემებს ხედავ მე სინამდვილეში და აი ეს ამის გამოსწორებას ვისურვებთ.
კი ბატონო, გასაგებია. ეს საკითხი მოგვიანებით განვავრცოთ კითხვების საფუძველზე. კახი, შენი პოზიციაც როგორია? ხედავ თუ არა, ისე როგორც შენ, ასევე პოლიტიკური პარტია მიგრაციის საფრთხეს არსებობს თუ არა ეს საფრთხე და არის ცალსახად საფრთხე არსებობს, აგერ როგორც ჩვენმა კოლეგამ ისაუბრა, ეხა სელექცია შეუძლებელია მიგრაციულ პოლიტიკაში, არც ერთი ქვეყანა ვერ ახდენს წინასწარ განსაზღვროს, ვინ შემოვად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქვეყანას უამრავი რეგულაცია აქვს, მათ შორის შეერთებულ შტატებს იქნება თუ ევროპის ქვეყნებს, მაინც ვერ ახერხებენ იმის არჩევას, იქ კანონდარღვევი შემოიყვანონ თუ კარგი ადამიანი შემოიყვანონ. ყოველ შემთხვევაში, ეხანდელ სამყაროში ძალიან გახსნილია ეს გზები, რომ მოძრაობა, მიგრაცია შესაძლებელია. ანუ უშუალოდ საქართველოს ამ რეგიონში არის მიმზიდველი ღარიბი ქვეყნებისთვის და ეს ვიცით, ამას ხელი შეეწყო. და სამუშაოდ ჩამოსვლა, თუნდაც სატრანზიტოზად აქ ჩერდება ადამიანი და მერე სხვაგან მიდის, მაგრამ ამასაც თავისი დატვირთვა ქვეყნის მიმართ. საერთო ჯამში, როდესაც საუბრობთ ემიგრაციის საფრთხეებზე, საფრთხე მაშინ არის ეს ქვეყანა არის თუ არა მზად, თუნდაც სატრანზიტოდ მიიღოს მიგრანტი. თუნდაც ტურისტების მიღებისთვის თუ არის საერთოდ მზად, თუ შეუძლია, ამასაც შეუძლია ზიანი მოიტანოს და შრომითი მიგრაცია საერთოდ კატასტროფულია იმ ქვეყნებისთვის, რომელიც მომზადებული არ არის ამისათვის. მომზადებაში მე ვგულისხმობ თუ არ არის დაცული ქართული შრომითი კლასი, ანუ შრომელი საზოგადოება. ეს თუ დაცული არ არის ქვეყანაში, შრომითი მიგრაცია ეს არის კატასტროფა იმ ხალხისთვის ზუსტად. ხო და ამიტომ დღეს საქართველოს არც ერთი მიმართულებით არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები მიცემული თავისი მოქალაქეებისთვის. და შესაბამისად ნებისმიერი ტიპის მიგრაციას თავისი რისკები და თავისი მინუსები მოყვება. ანუ მათ შორის ტურიზმზე გადართულობამაც კი მოიტანა თავისი ზიანი. ხო, ბიზნესის მხრივ მაგალითად საერთოდ მომსახურე ბიზნესზე გადავიდა მთელი ქვეყანა და რეინდუსტრიალიზაცია დაიწყებულია და სამუშაოდ ჩამოსული ხალხისაც ეს მიგრანტების ნაკადი ჩვენ ვხედავთ აგერ სადამდე მიგვიყვანა პირდაპირ მთავრობას უწევს კონკრეტული სამსახურების აკრძალვა მიგრანტებისთვის, იმიტომ რომ რეალურად დაზიანდა შრომის ბაზარი ქვეყანაში. და იქიდან გამომდინარე ემპირიულად ხედავთ ზიანს, რომელიც საქართველოს მიადგა მიგრანტებით, იმ ნაკადით, რაც ეხლა მოხდა, ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა შეიძლება მოხდეს, უკვე რომ ხედავთ ზიანს, შეიძლება არ თქვა ის, რომ საფრთხე რეალური არის, მიგრანტების საფრთხე რეალური. კი ბატონო, თუ თქვენ გსურთ პასუხი და შემდეგ უკვე გადავიდეთ ბოლოს. ახი, აი მე ძალიან ბევრი რამე შეგეთანხმები რა შენ ხარ თქვი და თუ შეიძლებათ პასაფუცელი ამ კონტროლ მომენიშნა, მაგრამ რაც დამოახსოვდა გავყვეთ მაგას. აი თქვენ ხშირად გამიგია რომ აი ემიგრაცია არის პრობლემა, შეხედეთ რა ხდება ევროპაში, რა უქნა მიგრანტებმა ევროპას და ასე შემდეგ. კი ბატონო. სინამდვილეში კი, მიგრაცია არის ევროპაში პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა ევროპელმა ბიუროკრატებმა თვითონ შექმნეს იმ უაზრო, ესე იგი, კანონებით და რეგულაციებით, რომლის მიხედვითაც ევროპაში დღეს მიგრანტობა და უსაქმრობა უფრო მომგებიანია, ვიდრე მუშაობა. იმიტომ რომ არის რაღაც გაუგებარი სოციალური დახმარებების სხვა თავიანთი მოქალაქეების ხარჯზე. არის რაღაც ესე იგი შეღავათები და პრიორიტეტები და ასე შემდეგ, პრივილეგიები და ასე შემდეგ. ხო და ამ მიგრაციაში ჩვენ ვერაურევთ შრომით მიგრაციაში, როდესაც ადამიანი მართლა ჩამოდის და შრომობს კანონიერად, დოვლაც ქმნის, რაღაცნაირად სერვისს აწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის უიაფებს ამ სერვისს საქართველოს მოქალაქეებს და არანაირ კანონ დარღვევას არ შედის ადამიანი. აი მაგალითად თუ ავიღებთ გაერთიანებული ემირატების დუბაის მაგალითად მაგალითს, ხო? სულ რაღაც 1.5 მილიონი თუ არ ვცდები, სუტიქსი შეიძლება არ ვიცოდე, დაახლოებით 1.5 მილიონი არის ადგილობრივი მოსახლეობა და ამ 1.5 მილიონი არაბს ემსახურება 8 მილიონამდე ჩასული მიგრანტი, თან კონკურენცია აქვს გამოცხადებული, ვინ უფრო იაფად და ხარისხიანად მოემსახურება. ხო და მე სულ არ ვიქნებოდი იმის წინააღმდეგი, რომ საქართველოში ქართველ ადამიანებს, გამდიდრებულ ქართველ ადამიანებს ემსახურებოდეს, რა ვიცი, 1000-ობით და 100,000-ობით მიგრანტი, რომელიც იაფად, წესიერად, ხარისხიანად მიაწოდებს მომსახურებას. ხო და ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ
ეს მიგრანტებს გავყაროთ, აუგზავნოთ მათ, რა ვიცი, ეზოების დაგვა, კურიერებად მუშაობა, ტაქსიმძღოლებად მუშაობა და ამ საქმიანობით ქართველები დავაკავოთ. ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ქართველი ადამიანები თავის ქვეყანაში ფლობდნენ თავის ქვეყანას, ფლობდნენ იმ რესურსებს, რაც ამ ქვეყანაში დღეს მთავრობას აქვს მიმარებული ქვეყნის 80%-ით და შეიძლება 90%-იც მთავრობას ეკუთვნოდეს და ადამიანებს არაფერი არ ეკუთვნით. ესე იგი, ეს ქონება დაუბრუნოთ ადამიანებს, ჩვენი ქართველი ადამიანები გამდიდრდნენ და რა ვიცი, ვიღაც შემოსულმა პაკისტანელი იქნება ეს თუ ინდოელი იქნება, თუ მას სურს და ჭირდება, იმუშაოს მეზობეთაც, კურიერათაც და ასე შემდეგ. კი ბატონო, სანამ აი ხალხს და მაინტერესებს თქვენ თქო ტურისტებიო საფრთხეაო და აი რა საფრთხე დაინახა ტურისტების ტურიზმსაც აქვს მოტანილი გარკვეული მინუსები ბიზნესისთვის თქო, ანუ ეგ ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც მასიურად ერთი მიმართულებით მუშაობს საზოგადოება, იმას აქვს ხოლმე ესეთი ყველა სამსახურშიც ხდება, რაც პროფესიული სიბრმავე ჩდება, ამ მიმართულებით თორე ტურიზმის წინააღმდეგ კი არ ვამბობ. უბრალოდ აი დუბაიზე მინდა გიპასუხოთ რა, ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ესეთი მოსაზრებები, რომ აი რაღაცა კიბერპანკში გადავდივართ ხოლმე, დრონები მოგვიტანენ ცოტა ხანში პიცას და რატომ ანუ აი კი არა, უკვე დააქვს. გასაგებია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ნახეთ როგორი სიტუაციაა, რომ ბოლოს მინიმალურ ხერხას, ანუ ქართველი მშრომელი ადამიანის საკითხზე რომ ემსჯელა პარლამენტს ან მთავრობას, ბოლოს იცით როდის მოხდა ეს მსჯელობა, ანუ რამდენი წლის წინ იმსჯელეს ამაზე პარლამენტში თუ რამდენი უნდა კონდეს მინიმალური ხელფასი ქართველ მშრომელს. არა, მინიმალური ხელფასი ბოროტებაა და მაგალითად თქვენთვის ბოროტებაა, მაგრამ ბოლოს როდის იმსჯელეს იცით? 27 წლის წინ ტურიზმის საკითხი დავასრულოთ, თუ შეიძლება მე დამჭა იქ კითხვა და გადავიდეთ ხელფასზე. კი ბატონო, გავარჩიოთ მინიმალური ხელფასიც. ხელფასზეა შრომით მიგრაციის მთავარი პრობლემა ეგ არის, რომ აქაური მშრომელი ადამიანი, ანუ უმწეო სჭირდება დაცვა წეგან თქვენ თვითონ. ანუ აქაური მშრომელი ადამიანი 27 წლის მანძილზე იყო ერთი რეგულაციით დაცული, მხოლოდ რომ 20 ლარი არის მისი მინიმალური ხელფასი. 1999 წელს იყო მიღებული ეს რეგულაცია. მას შემდეგ ქართველი მშრომელი ადამიანის უფლებებზე მთავრობებს არ უმსჯელია. და ეს ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ როგორ პირობებში, იცი, როგორც შეუთანხმებდნენ დამსაქმებელს, ის იყო მათი გარანტია და დამსაქმებლის კეთილი ნება. ანუ შრომის კოდექსი იმდენად გამოუსადეგარია ჩვენთან. თქვენი გაგებით ეგ ბოროტება, მაგრამ მე უყურებ საქმეს ისე, რომ არსებობს საკითხები მემარჯვენე იდეოლოგიაში, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელი, არსებობს საკითხები მემარცხენეში, რომელიც გამოსაყენებელი. რადიკალიზმის გამო მოხდა ეგ ზუსტად. კი, უყურეთ, მოდი, გადავდივართ საკითხს ესე რომ არ ვასრულებთ ას, გესმით? თქვენ რომ ტურიზმზე თქვით, რომ აი ტურიზმზეა გადართული ქვეყანა და ერთფრივად მუშაობს ბიზნესის სინამდვილეში, ეგეც არასწორი ინფორმაციაა. აი, რბილად რო ვთქვათ, ჩვენ ქვეყანას ვეძახით ტურისტულ ქვეყანას, რომ ტურიზმი გვაქვს რაღაც ძალიან განვითარებული და სინამდვილეში უყურეთ მარტო ამსტერდამში წელიწადში 48 მილიონი ტურისტი ჩადის. მარტო ერთ ქალაქში და საქართველოში მთელ ქვეყანაში 5 მილიონს არ აღემატება. ხო, ტურიზმიც არ ვარ გა. ხო, ამიტომ არა გვაქვს ნეტა ვიყოთ ტურიზმის ქვეყანა, ნეტა მართლა ვიყოთ განვითარებული ტურიზმის ქვეყანა და მართლა ბევრი ადამიანი იყოს კვალიფიციურად დასაქმებული ძვირადღირებულ სერვისში დიდარი ტურისტებისთვის. ეგეც არა გვაქვს სამწუხაროდ და მაგათაც ეგეც იმის ბრალია, რომ რაღაცნაირად სამთავრობო რეგულაციები ადამიანებს სადღაც არაძლევენ თავისუფლების, ესე იგი, საშუალებას. რაც შეეხება ხელფასებს და მინიმალური ხელფასები და ასე შემდეგ. აი, ხომ ფაქტია, რომ მინიმალური ხელფასების დაწესება ჩვენთან კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს საერთოდ ადამიანების უმუშევრად დატოვებას. აი, მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ, როდესაც კალიფორნიაში ძალიან გაზარდის მინიმალური ხელფასი მომსახურების სფეროში, მაკდონალდსში დაიდგა თვითმომსახურების აპარატები. ნებისმიერი, ესე იგი, როდესაც მთავრობა აი სოციალისტურად ებრძვის ბიზნეს ებრძვის მოგებას რა. აი ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის ხოლმე, რომ მოდითო, რა ქვია, კომპანიებს ძალიან დიდი მოგება აქვთო და შეუძლიათ თავისი მოგების ხარჯზე დაუშვათ იგივე კურიერებს, ვისაც თქვენ იცავთ დღეს, შეუძლიათ რომ თავისი მოგების ხარჯზე მათო ხელფასი მოუმატონო, ხო? როგორც კი მთავრობა იწყებს ბრძოლას მოგებასთან, ეს ნიშნავს, რომ ის ებრძვის ბიზნესს. თუ აი წარმოიდგინეთ ინვესტორი, რომელიც დებს დიდ თანხებს, რომ ძალიან რთულად მართვადი ბიზნესი, როგორიც არის მაგალითად Glovo იქნება ეს თუ Volt-ი თუ რაღაც ეს კურიერების სფერო, სადაც ათასობით ადამიანთან უნდა იმუშაო, ხელფასი უნდა იხადო, საკმაოდ რთულად დაწყობადი ბიზნესია. ადამიანი ამაში ხარჯავს ძალიან დიდ ფულს, მთავრობა მას უმცირებს მოგებას
ეს ადამიანი თავის ფულს მოუნახავს სხვა დანიშნულებას. რავი, აქციებს იყიდის, ბიტკოინს იყიდის, ოქროს იყიდის და მილიონ დანიშნულებას მოუნახავს. ესმით და ეს მიგვიყვანს იქამდე რომ ეს სერვისი შემცირდება და გაქრება, ან უბრალოდ გაძვირდება. ხო და ამიტომ არ შეიძლება მოგებასთან ბრძოლა პირიქით უნდა ვიყოთ მომართული. ჩვენი მთავრობა ის უნდა იყოს მომართული განა მინიმალურ ხელფასებს უნდა აწესებდეს და რაღაც ბიზნეს არეგულირებდეს, ფასებს უწესებდეს. არამედ პირიქით უნდა შექმნას ისეთი პირობები ქვეყანაში, რომ მომგებიანი იყოს საქართველოში ბიზნესის კეთება ყველასთვის, ქართველებისთვის, ადგილობრივი ინვესტორებისთვის, უცხოური ინვესტორებისთვის, რომ აი დიდი მოგების გამო ადამიანები აქ ჩამოვიდნენ. ეს ერთი რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ და მეორე რაც უნდა გააკეთოს აი მოგების და საქმიანობის დაცულობა უნდა იყოს, კერძოსაკუთრების დაცულობა უნდა იყოს, სასამართლო უნდა იყოს ნორმალური, აი სამართლიანი პირობები უნდა იყოს ქვეყანაში შექმნილი ქართველისთვისაც, უცხოელისთვისაც და რა ვიცი, მე მინდა რომ მაგალითად ცით სასამართლო კონდეს, რომ ამ სასამართლომ ერთნაირად გაასამართლოს უცხოელის და ქართველის სამართლიანად ჩვენ წესებზე მორგებულად და ჩვენს როგორც ჩვენს წესრიგს და ჩვენს კულტურას შეესაბამება. მოდი დავუბრუნდეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, მათი ინტერესებიდან გამოვდივარ უფრო სწორად მე ამ შემთხვევაში და სწორედ ამ საკითხს შევეხოთ. თქვენ ახსენეთ ცოტა რამდენიმე წუთის წინ, რომ რაღაც ყოველთვის იყო თითქოს პოზიციები, რომელზეც ქართველები არ მუშაობდნენ, ან არ ეკადრებოდნენ, ხო? ტრადიციულად ესე, ну რაღაცა ასე არ მუშაობდნენ ამ საქმიანობაში. კი ბატონო. და შემდეგ უკვე ამის გაგრძელებად იყო დუბაის მაგალითი, სადაც თქვენ თქვით, რომ კარგი სცენარი არის და კარგი წარმოსადგენი არის საქართველოს იგივე რო იყოს, რომ ქართველებს ემსახურებოდნენ. ეს ერთი ნაწილი გასაგებია, თუმცა ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს აი თქვენ როგორ უყურებთ საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის პოლიტიკა როგორი უნდა იყოს. ოღონდ არ ვისაუბროთ ამ შემთხვევაში დუბაიზაცია რომ მოხდეს მაგალითად თბილისის, ასე არ ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ იმ მაგალითით, რომ პირობითად Glovo, Volt, Yandex-ი და კიდევ რამდენიმე ტაქსის კომპანია და არა მხოლოდ, ანუ ეს კონკრეტული მომსახურების სფერო არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი, მაგალითად სტუდენტებისთვის და ისეთი ადამიანებისთვის, რომელსაც სჭირდება მიხმარება შემოსავლის აი ამ კონკრეტული სამსახურით, ხო? აი აქედან გამომდინარე ვისაუბროთ მათი უფლებების, მათი სამსახურის დაცვა რამდენად არის თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. კი ბატონო. არა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინტერესები არის ჩვენი პირადი ინტერესები, პირადი ადამიანების, კონკრეტული ადამიანების ინტერესები, ხო და რა თქმა უნდა, თუ ზოგადად საუბრობთ, ჩვენი ინტერესებია, რომ ქართველი ადამიანები ცხოვრობდნენ ბედნიერად, დიდრულად, ჰქონდათ კარგი პროფესიები და იყვნენ წარმატებული ადამიანები. ამას დავიდავანებოთ. ეხლა რა შეიძლება კონკრეტულად, ესე იგი, აი ამ საკითხს, სადაც მთავრობამ აკრძალა, თუ გრძალავს, ესე იგი, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად უცხოური მოქალაქეების მიგრანტების მუდმივად რომ ხო, უცხოური ვიღაც ადამიანებს უგრძალავს, ესე იგი, შრომას. ეს აკრძალვა სინამდვილეში არის აი როგორ გითხრათ, ეს ორი პროფესია არის ის პროფესიები, რომელსაც ტექნოლოგიები გააქრობს. აი სულ რამოდენიმე წელიწადში ეს პროფესიები გაქრება. და ასეც რომ არ იყოს, ეს პროფესიები არის დროებითი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, დროებითი რაღაც სამსახური სტუდენტისთვის, რომ სანამ პარალელურად სწავლობს, კარგ პროფესიას ითვისებს, რომ მანამ რაღაც საქმე აკეთოს. ხო და როდესაც ჩვენ უგრძალავთ უცხოელებს ამ სამსახურში მუშაობას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანებს, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უბიძგებთ იმითკენ, რომ ხანგრძლივად დარშინ კურიერებად, არ აითვისონ ახალი პროფესიები, არ აითვისონ უფრო სხვა სამსახურები და რომლების დეფიციტიც არის სინამდვილეში საქართველოში. აი ეს რომ აქ ჩვენთან სამუშაო ადგილები არა, ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ სამშენებლო სფეროში დეფიციტია. ნორმალური ელექტრიკოსები არ არსებობენ, ნორმალური დურგლები არ არსებობენ, ნორმალური მღებავები არ არსებობენ. მე პირადად აგერ შემაგალიც გეტყვით, ამბროლაურში სასტუმროს ვაშენებ მეორე წელია. და ესე იგი 4000 ლარზე მეც უხდი ადამიანებს, უბრალოდ დამხმარე მუშებს. რომ აი რა ჩაკუცრო ხერხის განაცხოვებს ეგეთ ადამიანებს. და ბევრი უარს იძახის ასეთ სამუშაოს. მათ შორის
მთავრობის ზრუნველი პოლიტიკის გამო. მაგალითად, ეს ადამიანები ვინც რაღაც შემწეობას იღებენ, იმიტომ რომ თაში ცხოვრობენ და ეშინიათ რომ ეს რაღაცა 200 ლარი თუ 300 ლარი არავინ გაიგოს რომ სამუშაოზე მუშაობს და არ მოუხსნან და ნამდვილად სიღარიბეში რჩება ეს ხალხი. ხო და ამიტომ ჩვენ როდესაც გრძალავთ პაკისტანელ ესე იგი კურიერს, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ქართველ ახალგაზრდას და უბიძგოს მისცეს мотиваცია, რომ თუ მას პრეტენზია აქვს უფრო მეტ შემოსავალზე, უფრო სხვა პროფესია ითვისოს, განათლება მიიღოს და რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ეს პროფესიები გაქრება და ისინი აუცილებლად გაქრება, იმიტომ რომ ტექნოლოგიები არ ჩერდება, ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება და აიაფებს აი ყველაფერ სფეროებს, ხო, მომსახურების სფეროებს. აგერ Amazonis დამფუძნებელმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა განაცხადი, რომ 600,000 თანამშრომელს შეცვლის რობოტებით. ხო და ეს ყველაფერი გაიაფება ჩვენ ქვეყანაში ჩამოვა სულ რამოდენიმე წელიწადში და მაშინ ჩვენ რას ვიზავთ? მთავრობას მოვთხოვთ, რომ რობოტები არ შემოიყვანოთო? აუგზავნოთ? არა, პირიქით, ჩვენ უნდა მხარი აუბათ ამ ტექნოლოგიურ წინსვლას და ჩვენი ახალგაზრდობა დავასტიმულიროთ იმისკენ, რომ კურიერებად კი არ ემუშაონ და ტაქსის მძღოლებად. ეს კი არ იყოს მათი ამოსავალი წერტილი, მათი შემოსავლის და ოჯახის სარჩენი, არამედ მათ მიიღონ ახალი პროფესიები, უფრო კვალიფიციურ სამსახურში იმუშაონ და კონდეთ სტიმული, мотиваცია კონდეთ, რომ რაღაც ისწავლოს ახალგაზრდობა. არ შეიძლება ადამიანებს, ახალგაზრდებს мотиваცია მოუკლათ რაღაც დროებითი შემოსავლით, ადვილი შემოსავლით, რომელიც სინამდვილეში უფრო მეტად დააზიანებს მათ მომავალში, ვიდრე ეს დღეიდან შეიძლება ჩანდეს ხელოვნური გადამოსახედიდან. გასაგებია, უბრალოდ აღნიშნოთ ისიც დამატებად, რომ მხოლოდ სტუდენტები არ არიან ვოლტის და გლოვოს კურიერები, ისე როგორც იანდექსის მძღოლები არ არიან მხოლოდ კურიერები და ძალიან ბევრი ზრდასრული ადამიანი, მათ შორის არჩენს ოჯახს სამწუხაროდ იმ ორი კაპიკით, რომელსაც იქიდან გამოიმუშავებდა და შემდეგ ის მოცემულობა. ხო და ეგ ხო ჩემი არგუმენტია, რომ არ შეიძლება ტაქსის მძღოლობა და კურიერობა იყოს ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო ამ ქვეყანაში. გესმით, პირიქით, ჩვენ სტიმული უნდა გავაჩინოთ. ჩვენ კლავთ მაგ სტიმულებს, რომ ადამიანებმა სხვა პროფესია შეიძინონ და მე ვამბობ, რომ პირიქით უნდა იყოს, სტიმული უნდა გავაჩინოთ, რომ ეს ადამიანები სხვა პროფესიაში გადავიდნენ. და კურიერებად იმუშაოს ინდუსებმა და სანამ რობოტებს დავასაქმებთ კურიერებად, ხო, დღეს გვაქვს მოცემულობა. კი ბატონო, მესმის ეს ფუტურიზმი, რაღაც პოზიტიური ფიქრი, რაღაც პოზიტიური დაგეგმარება მესმის, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში თბილისში ყველგან არიჭერს ტელეფონი. თბილისის დედაქალაქში ყველგან არიჭერს ტელეფონი. ანუ აი დიდ დიღომში ახალაშენებულ მოსახლეობის ზოგი არ არის გათვლილი, ისე რომ გამტარიანობა ქონდეს და ასე შემდეგ. ინფრასტრუქტურა ისეთია საქართველოში, რომ რობოტიზაციამდე მე მგონი რამდენიმე წელი კი არ შეიძლება 10 წელიც წინ იყოს და კიდევ მეტი. ამიტომ რეალურად ეს დღეს რაც გვაქვს, ხო, პრობლემა, მე როგორ ხედავ ახლა ამას. ერთხელ პოზიტიურია, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა ქართველი შრომელებისთვის რაღაც სამუშაო ადგილების გადარჩენის და სადაც დომინანტურად მოხვდნენ პაკისტანელები, ბანგლადეშელები, ინდუსები, ანუ ამ ტაგში და საკურიერო სფეროში, იმიტომ რომ ნუ რეალურად მათთვის ეს გახდა როგორი ნიშა, ხო, ანუ ერთ აკაუნტზე რაღაც 10 პაკისტანელი მუშაობს და 24 საათი არ ჩერდება და ფიზიკურად ქართველი კონკურენციაშია. ფასის გამო კი ახლა ტარიფები შეიძლება თავარი ტარიფი ყველას ერთნაირი კონდეს, მაგრამ ვინ რამდენ ხანს ახერხებს მუშაობას და რაოდენობით უკვე ჯაბნიდნენ უცხოელები და შესაბამისად ქართველები დაიჩაგრენ ამ საქმეში. ეხლა ერთხელ მე ამას პოზიტიურად უყურებ, მე მესმის გადმოსახედი, თქვენი გადმოსახედი, რატო უყურებთ ამას ნეგატიურად და იმაში გეთანხმებით, ეხლა აუცილებელია გვესმოდეს ის, რომ რაღაც საკითხებზე ადამიანებს უნდა შეეძლოთ შეთანხმება მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო პოზიციების ქონდეთ, რომ ეხლა ხალხს სტიმული უნდა მივცეთ და კარგი უნდა ვაკეთოთ, ამაში გეთანხმებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აი, როდესაც ვიცით, რომ საქართველოში დაკარგეს სამსახური უამრავმა კურიერმა და ამაზე ლაპარაკობდნენ, ღიად და გამოსავალი იყო, რომ ქვეყნიდან წავიდნენ, იმიტომ რომ რეალურად სამუშაო ადგილები ძალიან მინიმალურად არის ქვეყანაში. ეს ერთხელ პოზიტიურად მე შევხედე პოზიტიურად, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემა ის არის, რომ სელექციურად კონკრეტული რაღაცა პროფესიაზე კონკრეტული მიგრანტების შეზღუდვა რო გიწევს, აქ საერთოდ შრომით ბაზარზე გავს კატასტროფული მდგომარეობა. მათ შორის კვალიფიციური კადრებიც რატო გვაკლია ქვეყანაში, ხო? არანაირ კადრებს არ ვიცავთ ჩვენ ქვეყანაში, სინამდვილეში. და თქვენ გასაგებია, რომ ქართველი მაგარი უნდა იყოს და დაცვა არ უნდა ჭირდებოდეს, მაგრამ არსებობს ყველა მშრომელი ადამიანი, ანუ ის კი არ არის თავის თავს რომ მიხედოს ამ კატეგორიაში გასატარებელი.
არსებობს სტრატეგიული რესურსიც არის ზოგიერთი კლასი სამუშაო და ზოგიერთი პროფესია. კურიერი და ტაქსის მძღოლი როგორ შეიძლება სტრატეგიული არა, კურიერზე არ მაქვს. ზოგადად რატო დადგა ეს საკითხი, რომ კურიერებისთვის გახდა ჩარევა სტრატეგიული რა შუაშია მაშინ გასა. სტრატეგიული არის მაგალითად ექთანი, ხო? ექთანი საქართველოში, ექთანი კი არა, ყველა ქვეყანაში ექთანი ითვლება სტრატეგიული პროფესია. არანაირი სტრატეგიული პროფესია არ არის ექთანი, რობოტები აკეთებენ ოპერაციებს უკვე რა შუაშია ექთანი. არა, რობოტები, აქაც რობოტები. თქვენ რომ პრობლემა არისო დღეს, აი პრობლემა არისო, გეთანხმებით რატომ არის? აი ბოდიში. აი რატომ არის პრობლემა გეტყვით რა? თუ კი ყველაფერი უნდა იყოს კომერციალიზებული, ხო და ადამიანებს შორის თანამშრომლობაში მესამე პირი არ უნდა არსებობდეს, ანუ სახელმწიფო შრომის კოდექსი არ უნდა იცავდეს. აი სტრატეგიული რატომ არის ექთანი? ანუ ერთ ექიმს შეუძლია 100 პაციენტს დაუსვას ერთ დღეს დიაგნოზი, მაგრამ ერთი ექთანი 100 პაციენტს ერთ დღეში ვერ მოულის. ანუ გჭირდება რაღაც რაოდენობა ექთნების, რომ ჯანდაცვის სისტემა იმუშაოს. ეს ითვლება სტრატეგიულ რესურსად. კრიზისი ცხადდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც ნაკლებობას განიცდიან კადრების. ოღონდ ნაკლებობა იგულისხმება სარეზერვო კადრებში, როცა განიცდიან ნაკლებობას. და ჩვენს ქვეყანაში, ხო, როგორც წეღან თქვი, ანუ არანაირი დაცვა რო არ ხდება, არანაირი შრომითი კლასის, ხო და პროკავშირების ფაქტიურად არ არსებობენ, ანუ არსებობენ, მაგრამ უმოქმედოები არიან. იდება უფალს რომ არ არსებობენ. არსებობენ, მაგრამ უმოქმედოები. იდება უფალს რომ არ არსებობენ. კი ბატონო, მაგაზეც შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. ანუ შეხედეთ სტრატეგიულ სამსახურს წევს ადამიანი, რომელზეც დგას ჯანდაცვის სისტემა, იმიტომ რომ ის არის მთავარი ჭანჭიკი ამის ექთანი და ხშირ შემთხვევაში 48 საათს მუშაობს, შემდეგ რაღაც 8 საათი ძინავს და დილით ისევ სამსახურში მიდის და კიდევ 48 საათს მუშაობს. ანუ ახალგაზრდა გოგო იღუპავს თავის რაღაც ჯანმრთელობას რაღაცა პერიოდი სანამ ექთნად მუშაობს. და რეგიონებში თბილისშიც არ არის ძალიან დიდი განსხვავება, 400, 600 და 700 ლარები აქვს ხელფასი. ანუ ეს არის დღევანდელი რეალობა. და არავინ არ არის აი ამ ექთნის დამცველი, რომ მისი ექსპლუატაცია ხდება და მით უმეტეს ეს არის სტრატეგიული, ანუ ეს ქვეყნის ჯანდაცვას აზიანება, ამით შენ თუ გამოგელევა ეს რესურსები და ჩვენ თუ ვლაპარაკობთ, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი მექანიზმი, რომ თუნდაც აი ესეთი პროფესიები დავიცვათ, იქ იმიტომ მივდივართ ისეთ მომენტამდე, სადაც მთავრობა გამოდის და რაღაცა თავისი რეიტინგის ასაწევად კურიერებში პაკისტანელებს ბლოკავს, ხო? ანუ ეს აქამდე ეს რო ყოფილიყო წინასწარ სტრატეგიული პოზიციების დაცვა, შრომითი კლასის დაცვა, ეს რო ყოფილიყო აწყობილი, ეს დიდ კომპანიებს არ დააზიანებდა, იმიტომ რომ დასავლეთში ყველგან ესეა და არანაირი დაზიანება არ ხდება, თითქმის ყველგან ეს. ხო და ამ შემთხვევაში აღარც გახდებოდა საჭირო პაკისტანელების დაბლოკვა გლოვოში და იანდექსში და ასე შემდეგ. ანუ ეს სისტემა თვითონ მოაგვარებდა თავის თავს. ძალიან მეზარებოდა და ვერ ვიტანდი სკოლაში მარქსიზმ-ლენინიზმზე რომ მიკითხავდა ამას. სოციალიზმი არაც გითხარი? რაღაც საშინელება იყო. ესე იგი თქვენ რო თქვით რომ აი რაღაცნაირად საკითხზე გადადიხართ და ვერ ვამთავრებთ რა. ექთემზე ახლა ვიგიპასუხებთ, მაგრამ მანამდე თქვენ რომ თქვით რომ პრობლემა არისო, კონკრეტული პრობლემა არისო, რომ აი კურიერების და იმაში რომ არ დაარეგულიროს სახელმწიფო მიკარგებაო პროფესიებო, კი, კონკრეტული პრობლემა არის, მაგრამ მანდ კი არ არის პრობლემა. კონკრეტული პრობლემა არის, რომ ქვეყანაში არ არსებობენ ელექტრიკოსები, კვალიფიცირებული მაღალანაზღაურებადი. დურგლები, შენებლები, ტურიზმის სფეროშიც არ აყვავს ნორმალური მენეჯერები, გესმით? აი სასტუმროებში არ აყვავს ნორმალური მენეჯერები. პრობლემა არის. უბრალოდ ადამიანებს სამშობლო ადგილებიც არის. უბრალოდ ადამიანებს არ აქვს სტიმული, რომ გადაკვალიფიცირდნენ. უშრომელად ხომ ამ ცხოვრებაში არაფერი არ მოსდის. განათლების გარეშე ხომ ამ ცხოვრებაში წარმატება არ იქნება. ხო და ადამიანებს არ აქვს სტიმული, რომ მეტი განათლება მიიღონ. კარგი სამუშაო იპოვნონ. ხარისხიანი პროფესიაში აითვისონ და მთავრობა კიდე დამატებითად თავისი რაღაც ხელშეწყობით ბრჭყალებში ამ ადამიანებს ტოვებს ისევ კურიერებად. რაც შეიძლება ექთნებს, რომ თქვენ თქვით სტრატეგიულიო არისო ექთანი, ხო? ესეთი არავინ არის სტრატეგიული პროფესიები არ არსებობს. თუ მართლა ეს რაღაც სტრატეგიული და მნიშვნელოვანი, ექთანი თუ შეიძლება იყოს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი, ის შეიძლება იყოს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი მხოლოდ კლინიკის მფლობელისთვის. კლინიკის მფლობელისთვის, რომელსაც უნდა რომ ადამიანებს კარგი ხარისხიანი მიაწოდოს სერვისი, ხარისხიანად უმკურნალოს, არავინ არ მოუკვდეს, იმიტომ რომ ის პასუხს აგებს ამაზე, გესმით? და თუ ვინმე შეიძლება აწუხებდეს ექთნის ცუდი კვალიფიკაცია ან უკმარისობა, ეს არის სახელმწიფოს მფლობელს და არა პრემიერ-მინისტრს, ან ვიღაც მთავრობას. ვერავინ ამას ვერ დამაჯერებს, რომ ქირურგს, რომელიც ოპერაციას აკეთებს და რომელიც ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული ნაკლებად აღელვებს, როგორი ექთანი უდგას გვერდში, ვიდრე მთავრობას. ამას ვერავინ ვერ დამაჯერებს, აბსურდია უბრალოდ. ამიტომ
სწორედ იმიტომ რომ მთავრობა არის ჩარეული ჩვენ ქვეყანაში მედიცინის სფეროში, სწორედ მაგიტომ რომ მთავრობა აფინანსებს რაღაც საავადმყოფოებს, რაღაც დაავადებებს, სწორედ მაგიტომ არის სამედიცინო სფერო ჩვენთან განადგურების პირას მისული. სწორედ მაგიტომ არის რომ საავადმყოფოებში ტყუილი ხდება. აი დღე და ღამე გადაქცეულია საავადმყოფოები რაღაცნაირად ესე იგი ბიუჯეტის ფულის მოპარვის ინსტრუმენტებად. და უმრავლესობა დიაგნოზების ერთი წერია ფურცელზე და მეორეს მკურნალობენ სინამდვილეში, იმიტომ რომ ამას აფინანსებს სახელმწიფო, იმას არ აფინანსებს სახელმწიფო. და უბრალოდ კატასტროფისკენ მიდის ჩვენი ეს საყოველთაო დაზღვევა და საერთოდ სამედიცინო სფერო. ეს უფრო ცალკე თემაა საუბრის და უფრო ფართოდ გასაშლელია, მაგრამ ზოგადად სადაც კი სახელმწიფოა ჩარეული, აი ნებისმიერ სფეროში სადაც რამე პრობლემაა, როგორც კი შეყვები და გაშლი, მიხვალ იქამდე რომ სახელმწიფოა ჩარეული, სახელმწიფო არეგულირებს რაღაცას, უშლის ადამიანებს ურთიერთობას და წეგან რო თქვით რომ მესამე ადამიანი რომ არ არისო დამსაქმებელს და დასაქმებულ შორისო მაგიტო არის სულად საქმე, არა, პირიქით, იმიტომ არის სულად საქმე, რომ ვიღაც ჩადგა მაგ ადამიანების შორის. გესმით? მოიფიქრა რაღაც შეზღუდვები დამსაქმებლისთვის, რაღაც შეღავათები დასაქმებულისთვის, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ კომპანიები, რომ გადარჩნენ და ებრძოლონ ამას ყველაფერს და ბოლო-ბოლო მაინც ის ადამიანი ზარალდება, ვისთვისაც, ესე იგი, სახელმწიფო ვითომ ზრუნავდა. აი მაგალითად, ამერიკაში როდესაც სოციალისტებმა თავს მოახვიეს და გააძლიერეს ეს პროფკავშირები, რომლებიც სინამდვილეში ხელის შეშლისმეც არაფერს არ უკეთებენ მეწარმეებს, უკვე ესეთი პრაქტიკა მეწარმეები მაგას გეტყვიან. კი, რა თქმა უნდა, კი არ მეტყვიან, ფაქტია, რომ მეწარმეებს პრობლემას უფრინან პროფკავშირები. ხო და კომპანიებმა მოიფიქრეს, რომ კონტრაქტებშია ჩაწერილი უკვე ბევრ კომპანიაში, რომ თუ შენ ესე იგი წევრიანდები რაიმე პროფკავშირში, გიშვებს სამსახურიდან. და ამას სამსახურში აკვანისთანავე აწერინებენ უკვე კონტრაქტში, გესმით? აი აქამდეა მისული. ამიტომ არ შეიძლება რომ აი წყალი თუ მოედინება, ის აუცილებლად ნახავს თავის გზას, რაც არ უნდა დაუყენოთ წინიდან. წინაღობები წყალი მაინც ნახავს თავის გზას და არ შეიძლება ებრძოლო ბიზნეს, არ შეიძლება მართლა ორი ზრდასრული ადამიანის შორის ვიღაც სახელმწიფო ჩადგეს. იმიტომ რომ არც ერთ სახელმწიფო ჩინოვნიკს, არც ერთ ბიუროკრატს არ აღელვებს ჩემი ბიზნესის წარმატებულება, ისე როგორც მაგველებს მე. არც ერთ ბიუროკრატს არ აღერვებს ჩემი დასაქმებული ადამიანის ოჯახის შენახვა უფრო მეტად, ვიდრე ამ ადამიანს, რომელიც თვითონ არის დასაქმებული. ამიტომ უბრალოდ გასანთავისუფლებელია. ბაზარი არის გასანთავისუფლებელი, რომ უფრო მეტი დამსაქმებლები იყვნენ, უფრო მეტი დასაქმებულები იყვნენ და კონკურენციაში ეს ადამიანები თვითონ შეთანხმდებიან. აი ხშირად ამბობენ ხოლმე რომ დაბალ ხელფასებს უხდიანო ადამიანებსო ეს ბოროტი ბიზნესმენებიო. კაცო, აი დაუშვათ 500 ლარს უხდის ვინმე კონკრეტულ ადამიანს დამსაქმებელი. და ის ამბობს რომ ეს ცოტაა. ოკეი? წადი და სხვაგან იმუშავე. თუ შენ 500 ლარზე მეტ სხვა არავინ არ გთავაზობს დღეს, მაშინ მე ხო შენი საუკეთესო დამსაქმებელი ვარ, მე თუ 500 ლარს მაინც გთავაზობ. ხო და შორსაყუას ეს საუბარი, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, სადაც სახელმწიფო ერევა და დგება ადამიანებს შორის, იქ ყველაფერი ყოველთვის არის ცუდად. თუ საკითხ შევხედავთ ისე, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ბიზნეს არ გაუჭირდეს ქვეყანაში, ხო? მაშინ გასაგებია, რომ არც შუაში მდგომი არ არის საჭირო, არც დარეგულირება არაფრის არ არის საჭირო. ანუ საერთო ჯამში მივდივართ ისე ვიქამდე, რომ ბიზნეს არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ქვეყანას ნახეთ, როცა სახელმწიფოებრივად უყურებთ საკითხს. ჩვენ გვაქვს რა? ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტიპის რესურსი ქვეყანაში, ხო? ეს არის ან ბიზნესმენი რო შემოდის, ინვესტორზე რომ საუბრობთ. ინვესტორს ჩვენ რას თავაზობთ, ხო? გარემოს რაღაცა კონკრეტულ ფინანსურ გარემოს, რაღაც პორტფოლიოს ხო ვახვედრებთ, ჩვენ ვახვედრებთ რაღაც ტერიტორიას, ქვეყანა, სახელმწიფოს. რა არის ქვეყანა, კაცო? ვინ არის ეს ქვეყანა? სადავე ლაპარაკობ ქვეყანას? საქართველო. ყობახიძია. ქვეყანა? გასაგე წარმომადგენელი იმ მომენტში ვინც არის, ვინც ახვედრებს ამ ყველაფერს. ამ ქვეყანაში ვინ მეთქი, აი ვინ აძლევს ამ, აი ვინ მისცა, მაგალითად არაბებს მიწარო მისცა, ვინ კონკრეტულად სახელმწიფო მისცა, ხალხმა მისცა, რას ნიშნავს ეს? საქართველოს მთავრობამ გააკეთა ეგ. კი ბატონო, აი ეგ სხვა ამბავია, სახელმწიფო ქვეყანა ეს ცალკეა. გასაგებია, მაგრამ როდესაც შემოდის ბიზნესი, ის სად რეგისტრირდება ყობახიძეს სახში თუ რა შეკაცოთ კონკრეტული ადამიანები ეს ყობახიძე ხა იქნება ეს თუ ივანიშვილი სად რეგისტრირდება ივანოვი თუ პეტროვი კონკრეტული ადამიანები რაღაცას განკარგავენ და ვიღაცას აძლევენ. აი მანდა მაქვს პრობლემა რომ ვიღაც ადამიანებმა კი არ უნდა განკარგონ ეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი უნდა იყოს და ის ბიზნესმენი და ინვესტორი რო ჩამოდის, ყობახიძე კი არ უნდა აძლევდეს რამეს.
შენ უნდა აძლევდე შენსას, მე უნდა ვაძლევდე ჩემსას და მაშინ ჩვენ ვიქნებით მდიდრები, გესმის და ჩვენ შევუთანხმდებით ამ ინვესტორს. გასაგებია. არა ვიღაც სახელმწიფოს სახელით, ვიღაც ადამიანები, კონკრეტული ადამიანები. გასაგებია, მაგრამ საუბრობთ რეალური გამოსავლიდან. ეხლა რაც ხდება. აი გარი რეალური რო კონკრეტული ადამიანები. როდესაც ვიღაც შემოდის, სად რეგისტრირდება? რეგისტრირდება რაღაც იუსტიციაში, შედის საჯარო რეესტრში და ასევე სახელმწიფო უწყებებში რეგისტრირდება, რომ გახსნას ის შეპესე იქნება თუ რა იქნება. სახელმწიფოში შემოდის, ქართულ ბაზარზე შემოდის, ხო ესეა? კი მე. და ამ ქართულ ბაზარზე ხდება კონკრეტული რესურსები. ხო ეს არის ტერიტორია იქნება, რაღაცა ხელსაყრელი ის მუშა ხელი რაც საქართველოში დახვდება, ანუ რაღაცამ უნდა დააინტერესოს, ხო ეს ადამიანი. ანუ საქართველოს აქვს ორი კონფლიქტური ტერიტორია, მაინც და მაინც უსაფრთხოებით ვერ დავიქვეყნით, ხო და ასევე არის არც თუ ისე სუფთა სიტუაცია კორუფციის ხრივ, ხო? ანუ იდეაში ვერც მაგით ვერ გავაკვირვებს და საერთო ჯამში მის რაღაც უნდა იყოს ისეთი რაც იზიდავს ამ ხალხს. ეს არის რომ იაფად იღებს აქ საშუალებას, რომ იაფად დაიწყოს თავისი ბიზნესი, მიწას იაფად გადაეცემა და მუშახელიც იაფი უნდა იყოს და. როდესაც ქართველები გაძვირდნენ ამ ინვესტორებისთვის, ზუსტად ამიტომ გაიხსნა შრომითი მიგრაცია ღარიბი ქვეყნებიდან ქვეყანაში. ეს არის ანუ ეს ხო ეგრე მოხდა. ანუ აქ ბიზნესმენებმა თქვეს რომ ეს ძვირია, რაც ახლა გვაქვს, ეს ქართველები ძვირია, ძვირად ვასაქმებთ და გვინდა იაფი. და შეთავაზეს რომ ანუ ქართველებს ვაიძულებთ რომ წავიდნენ სამუშაოდ. ტვილია კაცო მე. აბა რატომ მოხდა? ჩემი მაგალითით გეუბნები. არ უნდა ქართველებს მუშაობა მასიურად, ეს თან შეიძლება მოხდა შეფრთხილება რომ არ უნდა მუშაობა. რა შუაში კაცო გაიხედეთ ნებისმიერ სამშენებლო კომპანიებს პრობლემა აქვს თანამშრომლების. მუშები არ არსებობენ. ხო და მაგას მე რომ ვიზახო დაცული არ არის ის მუშაო იქნება ეგაა პრობლემა. არა, სწორედ აქედან რომ მიდის ქართველი ევროპაში რატომ მუშაობს? თქვენ უყურეთ რა თქვით, აი დასაწყისში დაიწყეთ წინადადება, აი მანდვე იყო უკვე ეს დამარხული მარქსისტული ბოროტება. აი უყურე, თქვენ თუ გინდათ რომ ბიზნესი კარგად იყოსო, მაშინ ყველაფერს კარგად ლაპარაკობთ. კაცო, ბიზნესი ეს რაღაცა აბსტრაქტული ხომ არ არის. ბიზნესი ეს არის ადამიანები. ბიზნესმენი ეს არის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტ რისკს, სხვა ადამიანებზე მეტ რისკს იღებს თავის თავზე, თავისი ქონებით რისკს აქვს, თავისი ოჯახის მომავლით რისკს აქვს, იღებს ბევრ რისკებს, ხედავს შესაძლებლობებს, იქ სადაც სხვა ვერ ხედავს, ქმნის სამუშაო ადგილებს, ასაქმებს ადამიანებს, არჩენს ამ ადამიანებს, ეს ადამიანები არჩენენ თავიანთ ოჯახებს, ქმნის დოვლათს, რაღაცას თავაზობს ბაზარს და ადამიანებს. თან რაც უფრო მდიდარია ბიზნესი, ესე იგი, თუ ბიზნესმენი ყაჩაღი არ არის, როგორც თავრობა რომელიც უბრალოდ ზარცვავს ხალხს გადასახადებით, ხო? მაშინ ბიზნესმენი არის ყველაზე დიდი სიკეთე. გესმით, აი დიდარი ადამიანი არის სიკეთე. იმიტომ რომ ის თუ გამდიდრდა თავისი შრომით, ესე იგი მან რაღაც შესთავაზა ადამიანებს, ვინც რომ ადამიანებმა ნებაყოფლობით რაღაცაში ფული გადაუხადეს. რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით მეტი სიკეთე აქვს შექმნილი საზოგადოების. გასაგებია, მუშებს დაუბრუნდეთ. მუშებს რატო არ გვიყვარს? ხო და აი ეს ადამიანია მუშებზე. არა, ლოგიკა ბიძდევანიშვილზე. არა, ეს ადამიანია, აი მუშებზე ხო ეგენი ზრუნავენ. ბიზნეს კეთილია? ბატონო? ბიზნეს კეთილია? რაც ფოტო დიდარი ადამიანი კეთილი ხო ეს თქვით ახლა? ფორმულა. ბიზნეს ანუ სიკეთეა. არა, მე ეს დებატს გარეთ ვიყავ. ხო, არა. კაცო, ეგ მოდი, ანუ ეგ მუშებზე ვილაპარაკოთ. და მუშებზე ვლაპარაკობ სწორედ. აქედან რომ ის ქართველი ვისაც მუშაობა არ უნდა. სწორედ მუშებზე ევროპაში რატომ მუშაობს? სწორედ მუშებზე ვლაპარაკობ. აქედან რომ მიდის ევროპაში რატომ მუშაობს? სწორედ იმაზე ვლაპარაკობ, დავასრულო, რომ ბიზნესი და მეწარმე ეს არის ის ადამიანი, რომელიც პირველ რიგში ზრუნავს მუშას. იმიტომ რომ პირველადი ზრუნვა მშრომელ ადამიანზე არის ის, დასაქმებულზე პირველადი ზრუნვა არის ის, რომ შექმნა სამუშაო ადგილი, სადაც ის იქნება დასაქმებული. წერტილი. თუ არ იქნება სამუშაო ადგილი, დასაქმებულს არ იქნება სამუშაო. ესე იგი, როგორ შეიძლება მასე იზრუნო? ხო, მუშაობდა მეტი რა გინდა, ანუ იგივე პერეფრაზი რო გავაკეთო. არა, სხვა სამუშაოს გაძლევდა. სხვა სამუშაო კი, რა თქმა უნდა, მე გთავაზობ სამუშაოს, შენ ან მეთანხმები, ან მიდიხარ და სხვა გამუშავება. თქვენ ხო თქვით, არ უნდათ ქართველებს მუშაობა მასიურად და ეგ არის პრობლემა. აქედან რომ მიდის ქართველი, რატომ მუშაობს ევროპაში მაშინ? მაგი იმას კითხეთ ვიცი. აი შემდუღებელი რო არ ყავს აქ და ძალიან ბევრი შემდუღებელი რო ვიცი, რომ ევროპაში მუშაობს. მე არ ვიცი. რატომ მუშაობს? მე არ ვიცი, რომ შემდუღებლები მუშაობს. ძალიან ბევრი შემდუღებელი მუშაობს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც გაცილებით კი ბატონო, იმ ადამიანია ხელფასი ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ეს მისი არჩევანია, ჩემი საქმე არ არის. ანუ იქ უნდა მუშაობა აქ არ უნდა. მარტო სულ. არა, უყურე, ჩემი საქმე არ არის სად იმუშავებს ადამიანი. გავიგე, ეს იმისი აქ არ უნდა ხო ეს მითხარით.
არ ვიცი, ალბათ თუ აქ არ მუშაობს, იგი ასაკ არ უნდა და მე არა მაქვს უფლება მას უბრძანო აქ ემუშაოს ან. ხო და მე ვფიქრობ რომ უბრალოდ აქ თავს დაცულად ვერ გძნობს დავსაქმებლის წინაშე, ხო რაღაცა შედუღება თუ იქ უფრო ღირსეულ პასუხდიან, სოციალურ გარანტიებს აძლევენ, პაკეტი აქვს, ჯანდაცვის დაზღვევას უხდიან, სოციალურ დანაზოგს უხდიან. იქ იმიტომ მიდის სამუშაოდ. საქმეც მაგაში საქმე იცის ადამიანს. თქვენი ლოგიკით ხო ხალხი ჯერ ხალხი გამოსაყრელი აქედან სულ ყველა. საიდან გამოსაყრელი? აქ უნდა შევთავაზოთ ეგ პირობები, რომ აქ მუშაობ. თქვენი ლოგიკით, როგორც ჩვენ აქედან უნდა გავყაროთ ინდუსები, ისე ის ხალხი გამოსაყრელია იქედან და არ ვიცი ეს როგორ თავსდება ერთ თავში, ხო? ჩვენ აქ არ უნდა მიგვივიდეს საქმე, იქამდე გასაყრელად გქონდეს ხალხისა. და აქ რომ დასაქმებული ადამიანებისთვის საინტერესო იყოს მუშაობა, სახელმწიფო უნდა ჩაეხსნას ბიზნესს, შეამციროს, აი უბრალოდ საშემოსავლო გასახადი რომ გაანახევროს სახელმწიფომ. დღესვე გაიზრდება შემოსავალი ადამიანების. აქციზები, აი უაზროდ შემოღებული აქციზები. სიგარეტზე იქნება ეს, საწვავზე იქნება თუ ასე ჯარიმები, რომლებიც გაათმაგდა. გადასახადების ზომაზე არა ეს ყველაფერი. მოდი სახელმწიფო ამას მიხედოს, სადაც ადამიანები დაანებოს ადამიანების ძარცვას თავი, დაანებოს ბიზნესის რეგულაციას თავი და ვნახავთ რომ თვითონ ბაზარი ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილს. აი სადმე დაალაგდა ეგ? აი მაგალითად სად? ყველგან აი ამერიკა არ არის ლიბერტარიანული. ეს შორტს რა შუაშია ლიბერტარიანული კაცო? თავისუფალი ბაზარი არ არის ამერიკა. ერთი წამით. ჯერ ამერიკა მაშინ გახდა ძლიერი, როდესაც იყო თავისუფალი ბაზარი, ხო? ეს იყო მე-19 საუკუნე, მე-20 დაწყეს, სანამ სოციალიზმით არ დაავადდა. ეხლა მაგით შორს მუწავალთ და რაც შეეხება თქვენი სად არის, ხო, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს ესია. რომ მე-19 საუკუნეში შედგა ამერიკა ყველაზე ძლიერ ქვეყნად. და რაც შეეხება აი ეს თქვენი არგუმენტი რომ ლიბერტარიანები და საბოლოოდ რატო არ დარეგულირდა ბაზა? რატო შეიცვალა? ანუ რატო დაავადდა? არა, თქვენ ვერ კარგი იყო. ბატონო? თუ კარგი იყო და მდიდრდებოდნენ, ძლიერდებოდნენ. სოციალიზმი დაავადდა. სოციალიზმით, აი როგორც დღეს თქვენ და ჩვენი მთავრობა აავადეთ. კარგად რო ვიყავართ, მაგით არა, თქვენ ცდილობთ დაავადყოფოთ სოციალიზმით და აკეთებთ ამას, გესმით? თქვენი აზრით რა არის ჩემი მოტივაცია? ჩემი მოტივაცია რა არის თქვენი? არა, თქვენ მოტივაცია ჩემი აზრით კი არა, თქვენ პირდაპირ აცხადებთ, რომ თქვენი მოტივაცია რომ სახელმწიფომ იცის კარგად უბრალოდ აი მოტივაცია რა იცის რა რატომ მინდა მე მართოთ ადამიანები ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვაწარმოოთ ბიზნესი რაღაც არსებობს რაღაც სტრატეგიული მიმართულებები რომლებიც თქვენ იცით კარგად როგორ მართავთ სახელმწიფო იცით კარგად როგორ მართავთ და ბიზნესმა არ იცის რატომღაც თქვენ გინდათ რომ ესე იგი ესენი მედდები რომ თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე თქვენც როგორი უნდა იყვნენ ისინი როგორ უნდა მუშაობდნენ და მე კიდევ ვამბობ რომ არ არის ეს სახელმწიფო საქმე როგორი ექიმი უნდა იყოს როგორი ექთანი უნდა იყოს ეს იცის საავადმყოფოს დამფუძნებელმა პატრონმა ვინც პასუხისმგებელია დავიანთ აქამდე რატო ვერ გაერკვნენ მე რატო მაქვს თუ ცუდი პირობები ექნებს ეხლა ხო მაგ პირობებით მუშაობ თქვენ რასაც ამბობ თვითონ წვეთ არა უმეტესწილად რა თქმა უნდა არ მუშაობთ ამ პირობებით პირიქით პლუს შეუძლიათ სახელმწიფო წველონ ხო რაღაცა იმ არც გვიმუშავია არასდროს არც გვიმუშავია რა სამპირო რა პირობებს მე ვსაუბრობ არასდროს ჩვენ ქვეყანაში გარყოფილა საბჭოეთიდან ვითომ გამოვედით მაგრამ ისე ვიქავართ გესმის ისე ვიქ ყველაფერს უბრალოდ დავარქვით მე არასდროს არ ყოფილვარ საბჭოეთში ანუ მე გავიზარდი ეს თავისუფალ ქვეყანა სადაც ხალხი ასაქმებენ ერთმანეთს კონტრაქტების გარეშე ქვეყანა თავისუფალი ისე ვიქავართ პირობითად თავისუფალ ისე ვიქავართ სასამართლო იქაური გვაქვს პროკურატურა იქაური გვაქვს რეგულაციები იქაური გვაქვს არანაირი დიდი ცვლილებები არ მოხდარა არაფერი საერთოდ ჩვენ თავისუფალ ბაზართან არ აგვაქვს არავით არის საერთოდ ჩვენ მცირე სახელმწიფოსთან არ აგვაქვს დღესდღეობით წარმოიდგინეთ რომ 300,000-ზე მეტი ბიუროკრატს არჩენს ქართველი ხალხი გესმით აი ეს დასაქმებული ადამიანები ვიზეს თქვენ ზრუნავთ თავისი შრომით თავისი ხელფასით თავისი გადასახადებით არჩენს 300,000-ზე მეტ ბიუროკრატს ბიუროკრატიის შემცირებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მაგაზე არ მაქვს პრობლემა მე მაქვს საუბარი შემდეგ რამე თუ მაგალითი არ არსებობს, აი ემპირიული გამოცდილება ხო უნდა ქონდეს. ამერიკაში იყო როგორც თქვენ ამბობთ და რატომღაც მე რეგულაციები დაჭირდათ. დაავადდნენ, კარგი თქვენ. კიდევ რამე ანუ აი დღეს მოქმედი მოდელი არის ეგ სადაც ბაზარი თვითონ არ რეგულირებს და ცენტრალური დაგეგმარება არ ჭირდება. უყურე რას გეტყვით იცი, როცა დუბაი ვახსენეთ, მოდი სადაც სად როგორ არის ასე არ ვილაპარაკოთო. ეხლა მე უნდები სად არისო ეგ მომიყვანეთო მაგალითო. არა. მე ესეთ რამეს საქართველოს გახდეს ისე თქო მაგას. მე ესეთ რამეს გეტყვის თქვენ. აი ჩემი საოცნებო ქვეყანა ლიბერტარიანული წესით მოწყობილი ქვეყანა ხო ის შეიძლება არის სადღაც აი აქ კოსმოსში ხო ჩვენ ვართ დღეს რაღაც სოციალიზმში აი აქა ვართ და მათ შორის ძალიან დიდი მანძილია გესმით და ჩემთვის პრინციპულად
ესე იგი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საით მივდივართ. აი წარმოიდგინეთ რომ ადამიანი აღმოჩნდა ღია ზღვაში. პირველი ინსტინქტი რაც არის რომ არ დაიხშოს, უნდა იცუროს, ხო? გასაგებია რომ უნდა გაცურო. მაგრამ თუ არ იცი საით არის ნაპირი. ხო უაზრობა გამოდის შენი ცურვა. თუ უფრო შორდები ამ ნაპირს. შეიძლება მეორე სიტუაცია იყოს, შეიძლება შენ იცოდე სად არის ნაპირი, მაგრამ ისე შორს იყოს ამ ნაპირამდე, რომ აი ობიექტურად ხვდები რომ ვერ მიხვალ იქამდე, მაგრამ ხო მაინც იქეთ იცურებ. გესმით? აი როგორც ილონ მასკი ცდილობს რომ ანუ ვერაზროს ვერ გავხდი რა შენ იცი თავარია იცოდე საით მიდიხარ, გესმის? სწორად უნდა იმოძრაო. აი ილონ მასკი რო ავიღოთ დღევანდელი ყველაზე პროგრესული ადამიანი და ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც ამბობს რომ მარსზე უნდა გადასვლა. გადაყვანა ადამიანების. დარწმუნებული ვარ რომ ობიექტურად რომ შეაფასო მასკიც ხვდება იმას რომ შეიძლება მის სიცოცხლეში დიდი ალბათობით მის სიცოცხლეში ეს ვერ მოესწროს რომ მარსზე წავიდეს და უკან დაბრუნდეს. მაგრამ წარმოიდგინეთ ნახეთ აი ამ გზაზე როდესაც ეს თავისი ბავშვობის ოცნებას მიყვება ადამიანი, რამდენი სიკეთე გააკეთა და რამდენად წინ გაწია კაცობრიობა და პროგრესი. და იგივეს ვამბობ მეც, მე ლიბერტარიანი ვარ, რაღაც მეზღაპრე და ის კი არა ვარ კაცო, მეოცნებე. მე ვიცი რა არის ჩემი იდეალური სამყარო, მე ვიცი რა უბედურებაში ვარ დღეს და ვიცი რომ სასწრაფოდ სამოძრაო ვარ იქეთ. გესმით, აი გასწორებული მაქვს კომპასი. თავისუფლებისკენ, ადამიანის თავისუფლებისკენ, თავისუფალი ბაზრისკენ და თავისუფალი გადაადგილებისკენ პლანეტას. აი რადგან თავისუფალი ბაზარი ახსენეთ. დონაცია მოვიდა, ჩემი კითხვა არ არის, ოღონდ დონაცია მოვიდა, დონაციის ავტორი არის ჯაყო და ის წერს შემდეგს ბაზარი დაარეგულირებს პრინციპს, არაფერი არსად არ დაურეგულირებია წერტილი. ეს არის მოყურებლის პოზიცია, არ ვიცი შეგიძლიათ უპასუხოთ ამ ბოდიშით ბაზარი დაარეგულირებს პრინციპს, არაფერი არსად არ დაურეგულირებია წერტილი. ხო, არ ვიცი, არაფერი არსად არ დაურეგულირებია, ყველგან სადაც რაც მეტია თავისუფალი ბაზარი, მით ნაკლებია ეს პირველ კურსზე ასწავლიან ეკონომიკურ სკოლებში, ეხლა ყველაფერს დაწერა შეიძლება უაპელაციოდ, მაგრამ თუ ჩვენ რომელიმე ქვეყნები მოგწონს დღეს შვეიცარია იქნება ეს აი თქვენთვის ძალიან საყვარელი სკანდინავიური ქვეყნები სადაც სოციალიზმია ვამბობენ და მშვენივრად არისო სინამდვილეში ეს ამ ქვეყნებმა თავიანთი სიმდიდრე დააგროვეს მაშინ როდესაც ბაზარი იყო მაქსიმალურად თავისუფალი როდესაც კერძო საკუთრება იყო დაცული როდესაც ამ ქვეყნებში ყვაოდა კაპიტალიზმი და შემდეგ რა თქმა უნდა რაღაც ფუფუნება აქვთ ამ ხალხს რომ ამ დაგროვილი სიმდიდრის ხარჯზე რაღაც სოციალისტური სიგიჟეები აკეთონ და დღეს მშვენივრად ხედავთ რომ კარგად არც ეკონომიკაში აქვს საქმე, არც პოლიტიკურად აქვს საქმე და ეს იმის ბრალია რომ თავისუფალი ბაზარი ნელ-ნელა შეიზღუდა, თავისუფალი სიტყვა შეიზღუდა, თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდა და მთავრობებმა ეცადეს ყველა იწყებს რეგულირებას, ყველა ავადდება საბოლოო. მოდი ანუ მე კითხავთ შემდეგ რამეს. ანუ დაუშვათ არის თავისუფალი ბაზარი, ხო? და აი ამ თავისუფალ ბაზარში არსებობს ცხოვრობს ხალხი რაღაცა ყველას აქვს თავისი რაღაც დონის კაპიტალი ხო ყველგან ეგრე იქნება ყველა თანაბარი ხო ვერ იქნება შესაბამისად რისკები თავისუფალ ბაზარში ხო შედარებით უფრო მეტია ოლიგოპოლიის ან მონოპოლიის ან კარტელური ხო არის ეს რეალურად ამისგან დაცული უნდა იყოს ის საზოგადოება რომელმაც გადაწყვიტა ამ წესები ცხოვრება თუ არ უნდა იყოს ამის რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს მაგრამ როგორ უნდა იყოს დაცული კი ბატონო ეხლა მოგახსენებ დაცული უნდა იყოს პირველ რიგში წესიერი სასამართლოთი. რომ ადამიანს უნდა კონდეს იმის გარანტია, რომ წესიერი სასამართლო კანონის მიხედვით არ მოქმედებს რაღაც კანონის მიხედვით. რა თქმა უნდა, კანონი უნდა იყოს დაფუძნებული მორალზე, ჩვენ შემთხვევაში ქრისტიანულ. ანუ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ოლიგოპოლიისგან იცავს. უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც მორალურად მისაღებია ჩვენი საზოგადოებისთვის. გავიგეთ კონკრეტულად აი ოლიგოპოლიისგან ან მონოპოლიისგან რო იცავდეს ესეთი კანონი ხო საჭიროა მონოპოლიები არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ სახელმწიფო არეგულირებს მათ აი მე ვამბობ თქვენ სამყაროში ან იდეალურ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამყაროში მონოპოლია უბრალოდ არ იარსებებდა შეუძლებელია თავისუფალ ბაზარზე არსებობდეს მონოპოლია ანუ დაუშვა როგორ უნდა ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ რომ ეხლა მასელები შემოვლიან აქ მაგრამ რა ვიცი რატომ არ იარსებებს მაშინ ეგ მითხარით თქვენ ხომ თქვით არ იქნება და რატო არ იქნება იმიტომ რომ არსად ვერ დამიცახილეთ ვერცეთ მონოპოლიას რომელიც სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე არსებობს ჩვენ ქვეყანაში ხო და რის გამო არ იქნებოდა იმიტომ რომ კანონით იქნებოდა აკრძალული არა არანაირი კანონით თავისუფალი გადაწყვეტავდა რომ ეს ბაზარი არ უშვებს მონოპოლიას თავისუფალი ბაზარი ანუ როგორ რა მექანიზმით მე თუ შენ არ მიგრძალავ მაგალითად წყლით მომარაგებას
თბილისის გარკვეული უბნის არ იქნება წყალმომარაგებაზე მონოპოლია. შენ თუ მე არ მიგრძალავ ელექტროენერგიის მოვამარაგო ჩემი მეზობელი, არ იქნება ელექტროენერგიაზე მონოპოლია და ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფიზიკურად ეს ესეა. რომ თუ უბრალოდ არ იქნება ესე გამოდის. არა, ყველა პირიქით ბევრი იქნება, გესმით? ბევრი იქნება. ბევრი მონოპოლია იქნება. არა, ბევრი მიწოდება იქნება, მონოპოლია არის, როცა ერთი მიმწოდებელია. ანუ რა იცავს დიდ მოთამაშეებს ერთმანეთში შეთანხმებისგან, ანუ კიდევ უფრო გავამარტივებ კითხვას რა. არის რაღაც ტერიტორია, სიმდიდრეა ბევრი და მე და თქვენ ვართ, აუ შევედით და ორივეს გვაქვს ძალიან დიდი კაპიტალი. და შეგვიძლია შევისყიდოთ ბევრი რაღაც სტრატეგიული რაღაც ენერგომატარებლები შევისყიდოთ რაღაც და ამ შემთხვევაში ხა ჩვენ სხვას ვინ უგზალავ შესყიდვას. ანუ აი მე მაგას გულისხმობ ხო და ვინც შემოვა თქვენ ჰიპოთეტურად მოკავთ რაღაც ესეთი გაუგებარი მაგალითი, თითქოს ჩვენ რაღაც ვაკუუმში ვართ, ვინ უგზა თუ სახელმწიფო არ უგზავნა. ანუ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც კიდევ ის დააბალანსებს, ამას ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, როგორც კი 2 ან 3 ადამიანი რაღაცა სუდად აკეთებს და ძვირად თავაზობს ბაზარს, ყოველთვის გამოჩნდება მესამე უფრო იმედის ნახტომს წარმატებული, წვენის ნახტომს უფრო გავს, იმიტომ არ არსებობს ესე იგი არანაირი გარანტია, რო ეგ არ მოხდება. უბრალოდ პირიქით ეს არის გარანტია, მეთქი მაგას ვცდილობ რომ აგიხსნათ რომ გარანტია არის ადამიანთა თავისუფლება. თუ შენ ადამიანებს არ ზღუდავ, არ უშლი რაიმის კეთებას, ყოველთვის მოიძებნება ბევრი ადამიანი თუ მომგებიანი და სარგებლიანი არის რაიმე ბიზნესი, სერვისი თუ პროდუქტი, ყოველთვის მოიძებნება სხვა ადამიანი, ვინც ამას მიაწოდებს ბაზარს უფრო იაფად და უფრო. ოღონდ თქვენად მაინც სასამართლო გჭირდება იმისათვის, რომ რაღაც აუცილებლად, სასამართლო აუცილებლად. აი თუ გადაწყდა რომ ვიღაცა მონოპოლია უნდა, ნუ ოლიგოპოლია თუ მონოპოლია ვერა, ოლიგოპოლია ხო თუ გადაწყდა რომ ერთი ადამიანი ძალადობს მეორე ადამიანზე, ან მის საკუთრებაზე, ან მის ჯანმრთელობაზე და არღვევს მის უფლებებს, ფუნდამენტურ უფლებებს, მეორე ადამიანს უნდა შეეძლოს მივიდეს სასამართლოში და სამართლიანად ეს დავა გაირჩეს. თუ ამის გარანტია აქვს ადამიანებს, ბიზნესმენი იქნება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, თვითონ საზოგადოება, თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი სასამართლო ამას შვენივრად დაარეგულირებს. კარგით, ბოლო კითხვას დაგისვამთ, მაშინ დაახლოებით გასაგებია ამაზე პასუხი, მაგრამ ორივე მხარეს მაინც დაგისვამთ. სასურველია, რომ აი მოკლე პასუხი მოვისმინოთ და არა ისე გაშლილი და ისე გავრცელებული, როგორც წინა ორ კითხვაზე იყო პასუხი. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ბიზნესის ინტერესები, რომელიც მიმართულია იაფ მუშახელზე, თუ მოსახლეობის ინტერესი ეთნოკულტურული მდგომარეობის შენარჩუნება მოხდეს? მე პასუხობ? კი ბატონო, თქვენი დავიწყოთ, შემდეგ კი, მე ვფიქრობ, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან არის განუყრელი. ბიზნესის ინტერესები და დასაქმებული ადამიანების ინტერესები, ეს არის მათი საერთო ინტერესები. წარმატებული ბიზნესი ეს არის წარმატებული დასაქმებული ადამიანი, ბევრი წარმატებული ბიზნესი ეს არის ბევრი დასაქმებული ადამიანი და ბევრი მდიდარი კომპანია თუ მდიდარი ბიზნესი არის ბევრი მდიდარი დასაქმებული ადამიანი. ჩემთვის ეგ ინტერესები არის საერთო. და ერთმანეთს არ იწინააღმდეგება საერთოდ. წესიერ საზოგადოებაში, წესიერ ქვეყანაში, წესიერ სასამართლოს პირობებში და წესიერი თავისუფალი ბაზრის პირობებში დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. კარგით, მაშინ დავაზუსტებ კითხვას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იაფ მუშახელზე იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, რომ გაიხსნა უბიზო მიმოსვლა ისეთ ქვეყნებთან, საიდანაც ძირითადად აქ მოდის იაფი მუშახელი, ხო? ბანგლადეში და ასე შემდეგ 17 ქვეყანა იყო არაერთხელ ჩამოთვალეთ. აი ამ ქვეყნებიდან მომავალი ადამიანები, რომლებსაც შემდეგ უკვე სამშენებლო სექტორი იქნება თუ სხვა იყენებს როგორც იაფ მუშახელად. ამ შემთხვევაში ბიზნესისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, ანუ აქედან გამომდინარე უსვოთ კითხვებს, იაფი მუშახელი და მისი არსებობა, თუ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იაფი მუშახელი მეორე ფლანგზე გადავწიოთ და ის ეთნოკულტურული სურათი შევინარჩუნოთ, რომელიც ქვეყანაში იქამდე იყო, ვიდრე თქვა საზღვრები გაიხსნებოდა. რა თქმა უნდა, იაფი მუშახელი ეს არის სიკეთე. იაფი მუშახელი არის სიკეთე, იმიტომ რომ ბიზნესმენს მეწარმეს ეძლევა საშუალება უფრო იაფად შექმნას პროდუქტი და იაფად შესთავაზოს ჩვენს მოქალაქეებს. იაფი მუშახელი არის სიკეთე, იმიტომ რომ იაფ და ხარისხიან სერვისს კონკურენციაში წარმოქმნილ ხარისხიან სერვისს მიიღებს ჩვენი მოქალაქეები. იაფი მუშახელი ეს არის ბიძგი ჩვენი ადამიანებისთვის, რომ უფრო კვალიფიციური სამუშაო იპოვონ,
უფრო კარგ პოზიციებზე დასაქმდნენ და უფრო დაეწიონ და გაყვნენ ტექნოლოგიურ განვითარებას. მე ვფიქრობ, რომ იაფი მუშახელი ეს არის თუ წესიერად ხდება ყველაფერი და თავისუფალ ბაზარზე ხდება, ეს არის სიკეთე. ერთ ზუსტებასაც გავაკეთებ და გადავიდე შემდეგ კახისთან. პირობითად კონკრეტული სამშენებლო კომპანია, მაგალითად არქი, ნებისმიერი სხვა ვიყოთ გუმბათის სვეტი და ასე შემდეგ, უამრავი ასეთია. თუ კონკრეტული სამშენებლო კომპანია იაფ მუშახელად იყენებს, ცუდი სიტყვა არის იყენებს, მაგრამ თუ ასაქმებს პირობითად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს, რომელიც რომლის შენახვაც და რომლის თვის ხელფასის გადახდაც ძალიან იაფიჯდება. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ რადგან იაფი მუშახელით არის კონკრეტული კორპუსი და საცხოვრებელი ბინა აშენებული, ეს ბინა იაფი იქნება უფრო მეტად მაცხოვრებლისთვის, დღევანდელი გადმოსახედიდან, მომავალი შემწყიდვალისთვის? რა თქმა უნდა, თუ ბაზარი არ იქნება დარეგულირებული და ვიღაც მშენებლებს, ვიღაც დეველოპერებს არ იქნებათ რაღაც პრივილეგიები, თან მნიშვნელობა რა აქვს ეს უცხოელი დეველოპერი იქნება თუ ჩვენი დეველოპერი იქნება. დღეს ჩვენებს უფრო მეტი პრივილეგიები აქვთ მოწყობილი, ზოგი იმასთან არის დალაგებული, ზოგი ამასთან არის დალაგებული და სინამდვილეში ნამდვილი ბიზნესმენები შეიძლება ცოტა იყოს თითზე ჩამოსათვლელი და ძირითადად მთავრობასთან შეკვლილი ადამიანები იყვნენ. ან არ იყვნენ. ხო და რა თქმა უნდა, თუ ესე იგი თავისუფალია ბაზარი და იაფი მუშახელი ხელმისაწვდომია სამშენებლო კომპანიებისთვის, ან ნებისმიერი მეწარმეებისთვის, ეს აიაფებს პროდუქტს, რომელსაც ისინი ქმნიან და შესაბამისად იაფად მეწოდებენ მომხმარებელს. დასაგებია. იგივე კითხვა არის ამ შემთხვევაში, შენთან რა უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის იაფ მუშახელის შემოყვანა თუ ეთნოკულტურული სურათის შენარჩუნება ქვეყანაში? ეთნოკულტურული საკითხიდან დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში მაინც ეგ არის, ანუ ჩვენს ქვეყანას საქართველოს იმიტომ ქვია, რომ ქართველები არიან მეტნი ამ ქვეყანაში და ქართველები მართავენ დღის წესრიგს და საქართველოს იმიტომ ვართ და ჩვენი ქვეყანა იმიტომ რომ ჩვენ ვაწესებთ აქ წესს. და იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ქართველებისთვის იქნება შეუძლებელი ამ პირობებში მუშაობა და იზოლებულები იქნებიან დატოვონ ქვეყანა, იმიტომ რომ ბიზნეს გამარტივებული აქვს 17 ღარიბი ქვეყნიდან აქ იაფი მუშახელის შემოყვანა, რომლებიც აქ დამკვიდრდებიან, ის არ არის ჩამოვლენ და უკან გაბრუნდებიან, ძირითადი ნაწილი დამკვიდრებას დაიწყებს აქ ამ ქვეყანაში. შესაბამისად არ მიღირს მე რაღაცა ბიზნეს სექტორის მოგება, არ მიღირს აქ ეთნოკულტურული სურათის ცვლილებად, იმიტომ რომ ქუჩაში ხედა უკვე ამ ცვლილებას. ეს პირდაპირ გამოცდილებიდან ხედა რომ იცვლება ეთნიკური ფონი საქართველოში და რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანი ეთნიკური ფონის შენარჩუნება. ეს ერთხრივ ეს არის და მეორე უბრალოდ პატარა რეპლიკას გავაკეთებ. მე არ მესმის ბიზნეს თუ იაფი დაუჯდება სახლების შენება გაიაფებულად რატო გაყიდის, ანუ ბიზნესის როგორ ბიზნეს ჭირდება რაც შეიძლება მაღალ მოგებაზე გასვლა, ხო? რაც უფრო მაღალ მოგებაზე თუ ყიდი 100.000-ად ბინას, იმას არ გაყიდი 50.000-ად. თუ 100-ად იყიდება, 100-ად გაყიდი. არ გაიაფებ მარტო იმიტომ რომ აშენება იაფი და წინადადება რომ გაიზრდება ბაზარზე, რა თქმა უნდა ფასი დაიკლებს, ესეც ხო ელემენტარული მათემატიკაა. თუ გაიზრდება, გასაგებია, თუ არ მოხდება შეთანხმება, რაც ეღარ თქვი, მაგრამ ჩემი აზრით ყოველთვის შეთანხმდებიან დიდი მოთამაშეები. სახელმწიფოს ხელშეწყობით. სახელმწიფოს გარეშე ვერავის ვერ შეუთანხმდება. გასაგებია, კარგი, დავასრულოთ. იმედია რომ ორივე მხარის გულშემატკივარმა, ამ მხარდამჭერმა და ამ მომრჩეველმა ის დასკვნები გამოიტანა და ისე შეაფასა დღევანდელი ეთერი, როგორც მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო და იმედია დანარჩენებმა ობიექტურად შეაფასეს. დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გირჩის პოლიტიკოსი და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი გვენეტაძე და პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის წევრი კახი ხუციშვილი. მადლობას გიხდით ორივეს იმისთვის, ჩვენი სტუმრები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი როგორც Facebook, ასევე YouTube არხები, მოგძებნეთ კონსერვატორებით. დღეს Facebook-ს რადგან პრობლემა ჰქონდა გადმოდით ამიტომ YouTube-ზე. და იმედია რომ მალე გამოსწორდება ეს ხარვეზით, ასევე შეგახსენებთ რომ თქვენ ხართ ამ არხის მთავარი სპონსორი და დამფინანსებელი, თქვენ ეკრანზე ხედავთ ანგარიშის ნომერს, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ არხის გადმორიცხვა, ასევე ეკრანზე ხედავთ გზავნილის კოდისათვის მითითებულ ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ გზავნილის კოდის გამოგზავნოთ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მადლობას გიხდით რომ გიყურებდით. ხვალ ტრადიციულად დაელოდეთ ანალიტიკას 9-ზე. ნახვამდის.